ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარავის უხეში მცდელობები და ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე მისწრაფება. Ამ კაფეო გზავნილების ავტორები ილონ მასკის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ჯგუფი ალტერნატივა გერმანიისთვის წევრები არიან, რომლებმაც ევროპარლამენტში რადიკალების ჩართულობით მიღებული რეზოლუციის პარალელურად საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირეს. პარტია მკაცრად გმობს საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნები ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარდა, ქართველმა ხალხმა კი მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. როგორც ავტორები წერენ, საქართველოს მთავრობა რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და განაგრძობს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით. რეზოლუციის ავტორები ევროკავშირს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ მათი უარი აღიარონ ქართული არჩევნების ლეგიტიმურობა და ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა რისკის ქვეშ აყენებს ევროკავშირის ავტორიტეტსა და ნდობას რეგიონში. 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში, ხოლო ქართველმა ხალხმა მკაფიო და დემოკრატიული არჩევანი გააკეთა. საქართველოს ახალი მთავრობა რჩება ევროინტეგრაციის ერთგული და აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული პროცესების პატივისცემით. მოუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს პატივისცენ საქართველოს პარლამენტის მზადყოფნას, ჩაერთოს ღია დიალოგი და არ დააწესოს ცალმხრივი მოთხოვნები, რომლებიც უგულებელყოფს საქართველოს პოლიტიკურ რეალობას. საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და მმართველობის არჩევანი მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა და ის უნდა იყოს თავისუფალი გარე იძულებისა და ზეწოლისგან. საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს სრული უფლებამოსილება განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხოური აქტორების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით. გარეშე მოვითხოვთ ევროკავშირმა შეწყვიტოს ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას და ამის ნაცვლად ფოკუსი ლეგიტიმურად არჩეულ მთავრობასთან ინსტიტუციური დიალოგის ხელშეწყობაზე გადაიტანონ. ობიექტურ ფაქტებსა და სიმართლეზე დაფუძნებული დოკუმენტის შინაარს ავტორების გარდა სხვა ევროპარლამენტარებიც იზიარებენ. ფრანგი ევროდეპუტატი ამბობს, რომ დროა დასრულდეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ტიერი მარიანი ჩვენთან საუბარში კონკრეტული ფაქტები და მოწოდებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ევროდეპუტატის განცხადებით, ევროკავშირი ვერ იღებს იმ ფაქტს, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი საკუთარი ქვეყანა და არა მათი ბრძანებებია. მართალი რომ გითხრათ, ამ ჯგუფის რეზოლუციას მე ვეთანხმები, რადგან ძალიან გაკვირვებული ვარ მეორე რეზოლუციით. თქვენ იცით, რომ თითქმის ყოველთვიურად იქმნება რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ, რასაც მე არ ვეთანხმები, რადგან ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში ამბობენ, რომ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა, თუმცა მე ვნახე ანგარიში, რომელიც ყველასთვის მისაწვდომია. ევროპარლამენტი შეპყრობილია საქართველოთი ბევრი მიზეზის გამო, რომლებიც ჩემი აზრით არაობიექტურია. ზოგს ამ პარლამენტში არ ავიწყდება, რაც 2022 წელს მოხდა. მე საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ვიყავი და ვიზიტით საქართველოში ჩამოვედით. შევხვდით პრემიერ-მინისტრს და მახსოვს, რა ითხოვა ევროკავშირმა. ითხოვეს, რომ თქვენ ქვეყანას დაეხურა ყველა სახის ურთიერთობები რუსეთთან და მომზადებული იყო ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის. რაზეც თქვენმა მთავრობამ უარი განაცხადა და მე მესმის რატომაც, იმიტომ რომ ეს ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედიოდა. გაიხსენეთ ისტორია, რაც მოხდა 2008 წელს და რა ქმედებები ჰქონდა ევროკავშირს. მათ მიიღეს რეზოლუცია და სულ ეს იყო. ახლა თქვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და როდესაც არანაირი მიზეზი არსებობს, რატომ იქცევა ეს პარლამენტი მოსამართლესავით და განსჯის ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმური და დემოკრატიულია თუ არა. მე ასევე ვნახე, რაც ხდებოდა საქართველოში დემონსტრაციების დროს და როგორც ფრანგმა შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც საფრანგეთში აქციის დაშლა მოხდა, არ მახსოვს რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ამაზე კი არც ერთი რეზოლუცია არ მიუღია ევროპარლამენტს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ისინი ვერ იღებენ იმ ფაქტს, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი ინტერესი საკუთარი ქვეყანაა და არა ევროკავშირის ბრძანება. ევროპარლამენტში მემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფის AFD-ის დარეგისტრირებული რეზოლუციის ეს პროექტი, რომ ობიექტურ ფაქტებზე დაყრდნობითაა შექმნილი, ამაზე მმართველ გუნდში საუბრობენ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით მსგავსი დოკუმენტის ინიცირება იმ პარტიისგან, რომელსაც შტატების ახალ ადმინისტრაციას
ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირები აქვს მნიშვნელოვანია. თუმცა მთავრობის მეთაურმა დასაწყისშივე განაცხადა, რომ ამ პროქართულ აქტს მხარდაჭერა ევროპარლამენტში არ ექნებოდა, რადგან ევროსტრუქტურაში კვლავაც Deep State-ის გავლენები ჭარბობს. ამ გერმანულ პარტიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას შორის არის ძალიან მჭიდრო კავშირი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ბუნებრივია საინტერესოა თავისთავად ეს აქტი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ასეთი პროქართული აქტი პოვებს მხარდაჭერას ევროპარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ იქ კვლავაც მძლავრობს Deep State, დომინირებს Deep State. თუმცა თავისთავად ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი. მართული გუნდისთვის ევროპელი დეპუტატების ეს პოზიციები ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების გამოვლინებაა, რაც პირველ რიგში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას გულისხმობს. ევროპარლამენტის ეს ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი უბრალოდ საქართველოსთვის მხარდაჭერი კი არ არის, როგორც ასეთი. ზოგადად იგი, რა თქმა უნდა, პატივს ცემს და მოუწოდებს ევროკავშირს, რომ პატივისცეს იმ პრინციპებს, რასაც ეფუძნება საერთაშორისო სამართალი და რაზეც არის აგებული თავად ევროკავშირის, თავად ეს ორგანიზაციაც და ეს კონკრეტულად აქ საუბარი არის სუვერენიტეტის პატივისცემაზე და შიდა საქმეებზე ჩაურევლობაზე. ამიტომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის პროექტებს, ინიციატივებს, რომლებიც ძალიან საბაზისო ეტაპზე, საბაზისო ხარისხით მაინც პატივისცემენ საერთაშორისო სამართალს. ამ დოკუმენტში ასევე ის არის აღნიშნული, რომ ამ ჯგუფს და ამ ევროპარლამენტარებს არ მოსწონთ ევროკავშირის პოლიტიკა, ის პოლიტიკა, რასაც ატარებს ევროკავშირის სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევაში. იგი ასევე ძალიან მკაფიოდ უსვავს ხაზს, რომ 24 წლის არჩევნები იყო შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. საინტერესო ის არის, რომ ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ეს რეზოლუცია არ არის ჩვენ ლობირების შედეგი. ანუ მართული პარტია არ წასულა, არ დაუმყარებია კავშირი, არ ჩაუტანია ამ პარტიასთან მასალები და იქიდან გამომდინარე არ გააკეთეს ეს. უბრალოდ ამ ხალხს აქვს ეს მიდგომა, რომ როგორც თავს ქვეყანაში უფრთხილდებიან თავის სუვერენულ უფლებებს, აკრიტიკებენ ვთქვათ ევროპის კავშირის ბიუროკრატიას, რომლებიც უხეშად არევიან თავის ქვეყნის საქმიანობაში, ამ შემთხვევაში გერმანიის და სხვა ქვეყნების საქმიანობაში. იგივე მიდგომა გამოაჩინეს ჩვენს მიმართ. და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის და ჩვენ ამას მივესალმებით. ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაზე ახლა უკვე აქტიურად თავად ევროპარლამენტშიც საუბრობენ. ამ დოკუმენტით ევროპელ ბიუროკრატებს თავად ევროპაში უთხრეს, რომ პირველ რიგში პატივისცენ იმ პრინციპებს, რის გარშემოც თავად ევროკავშირი შეიქმნა.